2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 3. ნახატზე გამოსახულია წფეზე უსაწყისო სიჩქარით თანაბარ აჩქარებულად მოძრავი სხეულის გავლილი მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. მოცემული გვაქვს, რომ საწყისი სიჩქარის სხეულისო არის უსაწყისო, ესე იგი V0, ტოლი არის 0-ის. და ჩვენი მიზანი არის განსაზღვროთ სხეულის აჩქარების მოდული. ეხლა მოდით გამოვიყენოთ ამ გადაადგილების დროზე დამოკიდებულების გრაფიკიდან ავიღოთ გარკვეული მონაცემები. კერძოდ ეხლა ამ ნახატს დავაკვირდებით. როცა T უდრის 2 წამს, 2 წამში ნახაზიდან როგორც ხედავთ, ამ დროს 2 წამში სხეულის გავლია 2 მეტრი. S-ი უდრის 2 მეტრს. და გვეკითხებიან აჩქარების მოდულს. ანუ ჩვენ განსაზღვროთ აჩქარება რის ტოლი არის. ნუ ამისთვის გამოვიყენოთ შემდეგი ფორმულად, კერძოდ გადაადგილების დამოკიდებულება დროზე, თანაბარ აჩქარებული მოძრაობის დროს S-ი ტოლი არის V0S პლუს AT კვადრატ ნახევარი. ეხლა იმის გათვალისწინებით, რომ V0 0-ის ტოლი არის, ეს წევრი აქ აღარ გვექნება, დაგვრჩება, რომ ეს არის ტოლი AT კვადრატ ნახევრის. ანუ აქედან გამოგვდის ჩვენ, რომ S-ი უდრის AT კვადრატ ნახევარს, ну საიდანაც A ტოლი იქნება 2S-ის შეფარდებისა E კვადრატ. და ჩავსვათ ეხლა უბრალოდ მოცემულობით S-ი ტოლი არის 2, ანუ გვექნება 2 ჯერ 2 შეფარდებული T კვადრატთან. T არის 2-ის ტოლი, 2-ის კვადრატი მოგცემს 4-ს და ეს ტოლი იქნება 1 მეტრ წამ კვადრატის. ანუ საბოლოოდ რო დავწეროთ პასუხი, აჩქარება ტოლი ყოფილა 1 მეტრ წამ კვადრატის. პასუხი G.